იქით რა სიწყნარია და კეცაკიშეთი. რაც არის ლეჯი. რა გამოვა მეც არ ვიცი. საკმაოდ გავწვალდები ეჭვი მაქვს. იმიტომ გავწვალდები. თუ შეღებილი კედლის დატოვება მინდა აფეთრად. იდეალურად უნდა ჩამოვხი. ბევრი მოფიქრებისა თუ გადაფიქრების შემდეგ ბოლოს მაინც გადავწყვიტე. ჩამომეგლიჯა და ჩამომეფხრიცა ეს შპალიერი. ეს იყო თავის დროზე შეღებილი კედელი თეთრად. და მე არ მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ, მგონი სადღაც ბზარი იყო 1-2 დროთა განმავლობაში რაღაცა წლების შემდეგ და ამის გამო გადავწყვიტე რომ აქ შპალიერი გამეკრა. ერთს მეორე მოყვა, სულ ორჯერ შევცვალე, მგონი ეს მეორე იყო კი. და მე მომბეზრდა, კარგად იცით, ჩემი ამბავი, მაგრამ აი ეს ამბავი რომ ელოდა ძალიან მეზარებოდა და ჯერ ვფიქრობდი რომ შემეძინა PVC პანელები. მერე ეს PVC პანელებიდან რამდენიმე, ანუ 2-3 ძალიან მომწონს, მაგრამ მე მაქვს ერთი პრობლემა. აი ეს ჭრელი იატაკი, რომელსაც ორგანულად ვერ ვიტან და მივხვდი რომ ის სახიანი პანელი და ეს იატაკი სასტიკად არ მომეწონებოდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ ისევ ყოფილიყო თეთრი და როგორღაც, რადგან არ უნდა დამიჯდეს, ეს ისევ უნდა დავაყენო თავის ფერზე. ისე როგორც თავის დროზე იყო, ჯერჯერობით ეგრე იქნება და მე ვნახოთ რას ვიზამ. რაღაცას რომ დავიწყება ისეთ გემრიელ საქმეს და აზარჩი რომ შევხვალ რა ის სიღრმეში ბოლომდე აქამდე რო ხარ შეყვინთული და უნდა გაჩერდე და გახვიდე. აი მე მაგდროს ტვინში რაღაცები მენთება, მომეყვარა და მე დამეწყო მერჩინე, მაგრამ არ ვშევ ცოტა წინ წავიდე საქმე. ცოტათი მაინც. და თავი მაცივარი მივდგა. აი შრომატევად საქმეს ვარ შეჭიდებული. შრომატევად და ხანგრძლივ. ჯერ შპალიერები უნდა ჩამოვიღო. წუნდაუდებლად და მე უნდა ჩამოვხეხო კედლებიან, კაფელიან, ჭერიან, ყველაფერი. ოპა. აი რა მინდოდა. არა და ამ დროს არც გაზი ხვდება აქ საერთოდ და არც არაფერი და ნახე განსხვავება. ახლა მე ასე სათითაოდ თითო კარადას გამოვწევ, გამოვასუფთავებ, შევწევ და მე თვითონ კარადების შიგნეულობას ერთ სხვა დღეს გავაკეთებ. თავარია რომ ეს გარეგანი ყველაფერი გავასუფთავო, რასაც ყოველდღიურად და ყოველკვირეულად და სხვათა შორის არც ყოველთვიურად ნამდვილად ამის გამომწევი არც მე ვარ და რა ვიცი მე ეჭვება ვინმე ყოველთვი ამას აკეთებდეს. თუმცა სამთვეში ერთხელ მაინც აუცილებლად სათითაოდ გამომაქვს ყველა ნაჭერი და კარგად წმენთ ხოლმე. რიგში იმ ხარეს მოვასუფთავებ, იმიტომ რომ იქ შპალიერი აი აქ მხოლოდ იქ მაქვს პატაწინა ასახები და მაგას უცებ გავასუფთავებ და დიდი საჩალიჩო არ არის, მოდი ასე რომ ვთქვათ. იქ მარტო ჭერია, იქ არაფერი არ მაქვს გაკრული. აქაც ესე ნაპირზეა, მხოლოდ და იქ გადაყოლებაზე. ესე აიქით გაყოლებაზე. მაგასაც მოვაშორებ. მირჩევნია რომ ეს აი იქ გასასუფთავებელი მაგას მოვაშორებ. ანუ ამ ხარეს ამ სამკედელს დღეს მკვდარი თუ ცოცხალი უეჭველად გავაკეთებ. ძალიან ბევრი დრო მიაქვს. დამღლელი ნამდვილად არ არის, უბრალოდ დრო მიაქვს აი ამ შპალიერის იდეალურად ახევას და მერე ზემოდან კიდე კედლის ხეხვას. დავიწყე ზედაპირების გასუფთავება ზედმეტი ნივთებისგან. ყველაფერი მეორე მხარეს გადმოვაწყე, იგი კი მიწყნარდა, მაგრამ აკეთხდებოდა ისეთი რომ
კატასტროფა. ეტა ეს ყვავილები ბარემ აივანზე ხო არ გავზიდო. რამე დაემართებათ? ყინვები ხო აღარ იქნება არანაირად და. ბარემ ხო არ გავიტანო. გონი კი. გონი მოვუწევთ. ახლა მაღლა ავსკუპტები, ფარდასაც ჩამოვაგდებ, კარნისაც გავწმენთ. ბარემი ჭერსაც გავწმენთ. ჩემი სამზარეულო დგას ფეხებზე და არ არის ეს ფეხები დახურული. ჩემი სურვილი იყო თავის დროზე, რომ ესე ყოფილიყო, მაგრამ ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა, სისულელია, ჯობია რომ იყოს დახურული. ერთი მხრივ ხო ეს ნაჭრებიც არ არის გადაბმული. რითიც უნდა იყოს გადაბმული, არ არის ესე. ნაწილ არის, ერთი მხრივ კარგია, რომ შემიძლია გამოვწიო ესე სათითაოდ და ვერევი თავისუფლად და ვაკეთებ ჩემს საქმეს და ვასუფთავებ, მაგრამ აი ეს როგორც წესია, როგორც უნდა იყოს, ეგრე რომ ყოფილიყო თავის დროზე, არც ამდენი ნარჩენი არ დაგროვდებოდა, არც უკან, არც გვერდზე, ხო აი ეს კაფელთან თუ კედელთან მიდგმისას რომ კიდევ რაღაც პლინტუსით იფარება, არც ეგ არა აქვს, არ ვიცი, არ გაუკეთეს თავის დროზე და მაშინაც მაგარი ბატი ვიყავი და სულ არ ვიცოდი. ესე რომ რაც არის, სხვა გზა აღარ არის ახლა ჯერჯერობით, მაგრამ შეიძლებოდა რომ ბევრად უფრო კომფორტულად ყოფილიყო ეს ყველაფერი. ამ ნაკრებიდან რამდენიმე კოვზი თუ რაც არის, რომელსაც უფრო მეტი ძალა ადგება და დიდად გამოყენებაშია, დაიწვა, ნაპირები დაეწვა, ესე რომ ვერაფრით ვერ ვაშორებ. გადავწყვიტე რომ ფერები ავრიო და ავრევთ. მეკით რა სიწყნარია და კეცაკიშეთი. ბუდაპეშტი იყო ჩემი პირველი მოგზაურობა. რაღაცა განსაკუთრებული ესენი მაქვს მოგონებები. თან მოგზაურობა იყო და თან ერთგვარი მივლინება. ძალიან კაი დრო იყო მაშინ. ვფიქრობ, რომ სულ რამდენიმეს დავტოვებ. ალაჩათიდან სამახსოვრო. ალაჩათი ეგეც ძალიან კაი იყო. ეს არ ვიცი, მგონი ბავშვებს ამოვიდათ რაღაცაში და მე საყვარლა იყოს ამ სადმე. ეს ჭიგნობარი დათუნია. ეს საბერძნეთის კუნძული ძალიან კარგი. ეგეც არაჩვეულებრივი. თუმცა აი ამ ქალაქიდან და კუნძულიდან ფაქტიურად ფოტოები არ მაქვს, იმიტომ რომ გემით ვიყავით. და მზის ბავშვს ვათხოვე ტელეფონი და მომაწოდა საერთოდ ჩამქრალი ეკრანით. ანუ საერთოდ ვერაფერს ვერ მივხვდი, მეგონა რომ ან დაბლოკა, ან რა ვიცი ხარ დაუვარდა, ვერაფერი ვერ გავიგე ერთი სიტყვით, ამ საშინელ მზეზე ვერც აღვიქვი, რომ ეკრანი შეიძლება და ყოფილიყო ჩამქრალი. თან ბლოკი მქონდა რაღაცა სასწაული ციფრები. და ვერ ხედავდი ამ ციფრებს, რომ ამეკრიფა. მოკლედ აი ეგრე დავსჭი ფოტოების garaშე. კი გადავიღეთ ჩემი მეუღლის ტელეფონით. რაღაცები ქონდა გადაღებული, როგორ არა ფოტოების, ვიდეოების, მაგრამ უკოშმარესი საზიზღარი ხარისხი. აი რამდენიმე ფოტო მაქვს და უსაზიზღარესი ხარისხი. უბრალოდ მე ვიცი სად ვარ და მეტი აი არაფერი არ ეთქობა. სულ ბუნდოვანია ყველაფერი. ეს კაბადოკიაში გვანცასთან ერთად ვიყავი. კაბადოკიიდან ერთადერთი რაზეც გული მწყდება ბუშტების ფრენა ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ საშინელი ამინდი იყო. დანარჩენი იყო არაჩვეულებრივი, ზღაპრული მართლა, ეს სხვა სამყაროში რო ხარ ეგა. ეს დუბლინი ჩამოტანილი და ნაჩუქარია. ეს გავაკეთოთ აქ. ზედადად. იქ. ეს კუშადასი, თურქეთში რამდენიმე განვარ ნამყოფი.
რამდენიმე მხარეში, რამდენიმე ქალაქში. მაგრამ ჩემი, აი ხვარი რაღაც შენი რო სტამბულზე ვაფრე, ჩემი საოცნებო ქალაქია. და ერთი სული მაქვს, როდის წავალ. ხო და რას ვამბობდი სტამბულზე ვლაპარაკობდი. რო წახვიდე, მე რომ წავიდე ტურით. და ვფიქრობ, რომ როცა ამდენი რაღაცის ნახვა გინდა, ყველა ვარიანტი ტურით უნდა წახვიდე. შორის შარშან ვაპირებდით წასვლას. მომენტ დამწყდა გული ვერ მოვახერხე. ჩემთან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პრინციპში ვერ მოვახერხე წასვლა და ძალიან დამწყდა გული. საშინელი მიწისძვრა რომ მოხდა სტამბულში შარშან გაზაფხულზე. აი ზუსტად ეგ პერიოდი იყო და რაღაცებზე გულდაწყვეტილი დარჩებოდი ძალიან ზუსტად ვიცი. ზუსტად ვიცი, ხო, თან აი ტურში რაც არის. არ მაკმაყოფილებს. რამდენიმე ლოკაცია სადაც უდაჭველად უნდა მოვხვდე. ხო და ვფიქრობ რომ 3 და 4 და 5 დღიან ტურში ვერ ჩავეტევიდე. აგავაკეთო ერთ-ერთ კვირით როგორ წავიდე. ახლა ნიუ-იორკზე და იმაზე ოცნებავს. ყველაფერს ნახავდი, მაგრამ სტამბულში ზოგადად თურქეთში რა, თურქეთში ბევრჯერ წავიდოდი. ფოტოჟურის ვენაშიც ვერ ნაყოფი, მაგრამ იქიდან არ წამოვიღე. აი ახლა ვიყიდი, აი იქით ვიყიდი და საერთოდ დამოვიწყდა ესე წამოვედით. ბუდაპეშტში დიდხანს ვიყავი, შემიძლია ვთქვა, რომ აი რასაც ყოფნა ქვია და რასაც ფეხით ყველა კუთხე კუნჭულის მოვლა ქვია, ცოტა ისეთი რაც არის. აი ესე გემრიელად ვიყავით, მაგრამ ვენაში ეგეთი დიდი დრო არ გქონდა და რაღაცა გადარბენით ნახეთ ის და დამოვიწყდა. და გული მწყდება რომ არ მაქვს. ენერები აი იქით უფრო კარგი იქნება, იქით უფრო კარგი იქნება. იყიდე რა, რა თუნდა. ამდენი ლაილაი. ხო მგონი სადაც ვერ ამყოფი ყველაფერი მაქვს. კოშმარული გემური ტორტი იყო კიდევ კარგი. კიდევ კარგი. რო იყო რომ ოღონდ სიტყვა ქონოდა და ყველაფერს ჭამდი. ახლა არა. ხო ბოშებს სკოლაში რომ გავუშვებ, დავაგრძელებ, აი არაფრის თავი აღარ მაგვაქვს. აი ესე მაქვს ჩერს გაწმენდი. გახიხილები რა კარგად პრიალებს. დღეს შუქზე უფრო კარგად დავინახავ. კარგი განათებაა, მაგრამ იქ რაღაც ჭრილებს იკეთებს და ვერ ვხვდები. დღეს სინათლე ჭირდება. ვიცით გავამართლო დაღლილობა მოვყდი. მართლა ჯობია. მომნატრებია თეთრი. როდის მომბეზრდება დავთვალოთ აბა. მე რამდენად გავდივარ დღეს სახლიდან არ ვიცი. საყვედურობთ ხოლმე. ნუ იკარგებიო დღეები არის რომ სირბილის მეცნიერებს არ ვაკეთებ. მე რა გადავიღო გაფიცებ. რა გადავიღო დღეს დილით ინგლისურზე ხო წაიყვანა მამამისმა. ნუ კაი ჯანდაბას წაიყვანა. წავედი მოვიყვანე. დაახლოებით 1 საათში კიდე წავიყვანე. სხვა მასწავლებელთან დავტოვე და წამოვედი. ყავის დალება მოასწარი მხოლოდ მე წავედი, წამოვიყვანე უკან. და 15 წუთში უკვე სკოლაში წასვლის დრო იყო. წავიყვანე, გავუშვი, მოვბრუნდი. მე წავედი დავხვდი და მივიყვანე სახე და კიდე გამოვედით. და დავტოვო. წავიდე სახლში. და ალბათ საათ ნახევარში უნდა მივაკითხო ისე და წამოვიყვანო. ერთი მაიკო ბარტოემლა წირაკს უნდება, ოღონდ მართლა. აი ვფიქრობ ხოლმე რომ ვიმუშაო. წარმოვიდგინოთ რომ ეხლა ვმუშაობ მე. აბსოლუტურად უპატრონოდ უნდა იყოს. ბატიშჩუკი. არის დღეები, როცა მთელი დღე ვუნდები ამათ. პრინციპში თორე დიდი თავის თავსულის დიდი ბიჭია. ნე როგორი დიდი სივრცე გამოგვიჩნდა ხო? დადგა მოვედით. მიმკვდარებულები, ვიღარაფერს ვეღარ ვაკეთებ. მე რა ვარ? ხო და თუ კი მაინც უყურებთ ხოლმე ჩემ ვიდეოებს. თხოვნა მექნება რომ გამოიწერეთ, ბარებ ეს ოხერი არხი. მიაჭირეთ იქ გამოწერას. თუ შეეძლება. დავით გამახარებთ ძალიან. თუ გინდათ. თუ მოისურვებთ. და თუ არ უნდა გინდოდეთ კიდე რა ვიცი. გაკოცით, მადლობა.